ძალიან კარგი რუბრიკა გვაქვს ძვირფასო ტელემაყურებლებო, მშვენიერი, კეთილი რუბრიკა. ზვიო მიდის და ცდილობს რომ ტექნიკა გაუცვალოს, საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაუცვალოს ვიღაცებს, რაღაცებში და გააბედნიეროს ბევრი ვინმე. ამ რუბრიკის სპონსორი არის თბილისი ცენტრალი, ეს არის სავაჭრო ძალიან დიდი ცენტრი, სადაც ტექნიკის ყველა მაღაზია თავმოყრილი. მადლობა თბილისი ცენტრალს, თბილისი ცენტრალის მიერ მოცემული ტელევიზორით და კიდევ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთით ზვიო გაეშუმრა ერთ-ერთ გარეუბანში. ნახოთ რა მივიღეთ ამისგან. ზვიო ამჯერად ვარკეთილშია. მას დიდი მისია აქვს. ტელევიზორი უნდა გაცვალოს. ტელევიზორი და გამიცვალოთ რამეში, არ გინდა? აბა ტელევიზორი! ტელევიზორი! ხედავთ როგორ გავს? მენაყინეს ზვიო. გინდა კარგი ტელევიზორი. რა ტელევიზორია რა? აბა ეგ ახსნილია. ჯერ ზვიო ძალიან არამომგებიან წინადადებებს იღებს. ლარიანში? ეთქობა იქიდან ძალიან პატარა ტელევიზორი ჩანს, ლარიანს არ შეუთავაზო. შეიძლება 50-იანში გავცვალოთ. მაგრამ მე რეალური კაციც გამოჩნდა. ბრტყელი ტელევიზორით. რა მაგარია. გაუვარჯოს. მე სახელი? გიზო. გინდათ ესე იგი რომ გავცვალო. რა თქმა უნდა, ხო. აი პირველი ბანკი. ცოტა გრძელია ეს და იმიტომ უხუშებია. ხო ბატონო, სულტაი ამბები გენახო თამაში. დიდი მადლობა. ჩვენც მე ამაში ვნახოთ თქვენც ასევე სულ კარგი ამბები გენახოთ. გიზოს ტელევიზორის მსურველის მოლოდინი დიდხანს არ გაგრძელებულა. მეორე ტელევიზორი არ გინდათ რამეში. ნახე, მობილური ჩავამიტანე, მიდი რა. ბატონო ნოდარი გვაძლევს აი ამ ტელეფონს, ორკარტიანი, რამე, მთელი ამბავი Wi-Fi-საც ხო იწვის. და ჩვენ გადავხსენთ მას აი ამ შესანიშნავ ტელევიზორს. ბატონო, ვინებეთ? მეგობრებო, ტელეფონი რაში შეგიძლიათ გამიცვალოთ? ჩვენი ერთ ტელეფონია, როგორც პატრონმა თქვა, 2 თვის ნაყიდია, მხოლოდ ყველაფერს იჭერს. ზვიოს ამოწოდებას ახალგაზრდა ჭაბუკი დათო გამოეხმაურა, რომელსაც გიზოს ტელეფონთან შედარებით უფრო ცუდი ტელეფონი მოიტანა. ესე იგი შეგინდა ძმაო, რომ ეს ტელეფონი გავცვალოთ? ხო არ მაგვინა. აკეთა გამოგონი, მე არ გაგიგონი. აბა! ტელეფონი, იცლება ტელეფონი. შეგინდა გავცვალოთ. გამიცვალოთ ტელეფონი. თქვენი სახელი? ალისა. ალისები მარტო საოცრება და სამყაროში კი არა, ვარკეთილშიც სახლობენ და თან საათის გაცვლა უნდათ ტელეფონში. გავცვალოთ, კი ბატონო, ესე იგი მეგობრებო, ქალბატონ ალისას უცვლით. ვაძლევთ საათს, ჩვენ ვაძლევთ ტელეფონს. თავისი გამტენით და რა მთელიან. მადლობა. კარგად ზამბი. ზვიო ბედნიერი კაცია, ამიტომ რა უნდა საათი? საზამთრო არ ჯობია? ან საზამთროები? კარგი, 3 საზამთრო. აჰა, შენ საათი ილოცავ, მეგონი არ არის ცუდი გაცვლა, ხო? თლაც სამართლიანი არ არის ეს მარტო გაცვლები და ხო შეიძლება ადამიანს აჩუქო რამე, ნუ 3 რო გაქვს, ერთი მაინც, ხო? ბიჭე. ამის შემდეგ ზვიომ მიკროდალღური ღუმელი აიღო და მენარდეებისკენ გაეშურა. როგორ ახალ? ეჩირო, თქვენი სახელები? გენადი. თქვენს გენადი კაცო? არა, სამველა მქვია. სამველა. თქვენი სახელი? თქვენ დამკვირვებელი იქნებ. მეგობრებო, მოკლედ სავაზობთ ასეთ რამეს. ახლა ერთი ხელი ნარდი ითამაშეთ. დიახ. ვინც მოიგებს იმისია ეს მიკროდალღური. ჩვენ საიდან ვიცით რომ არის აქ. წავედი. ბაშასე იწყებს ბატონი საველი. ოთოპლია. 2. ანის. მოკლა, მეგობრებო, ანდე თავის ადგილზე. პირველი გვარი თქვა. მოკლეს. ბანჯისე, გააცოცხლა ბატონო საველი. მოგებულია ძალიან ხო, თავი შეიკავოთ თორე ყვითელ ვარაცი. ეს 2. ეს 3. ეს 4. მამაცი ფერსადა ის. რა ქვია მას? 99% თქვენია, ნახოთ და კიდევ აქ შანსები. აქ შანსები. ჯერ. თავი არ დაიღუპოთ ბატონო. სიმშვიდე შეიძლება. არ არსებობს. წავალე. დანებდით? კი, არა, ნუ შაში. აშასე მეგობრებო, როგორც ხედავთ, საწუხარო დამარცხდა ბატონმა გენადიმ გაიმარჯვა და მოიგო მიკროტალღური ღუმელი. ბატონო, თან გაერთეთ. სიკეთის თესვა გრძელდება. გაიხარებთ თუ ზვიოს სადმე ეზოში მოკრავთ თვალს. მე კი შეგახსენებთ რომ ამ სიკეთის სპონსორი არის თბილისი ცენტრალი, სავაჭრო ცენტრი, სადაც ტექნიკის ყველა მაღაზია თავმოყრილი.